მოგესალმებით ყველა დიდი მადლობა მოსვლისთვის. როგორც იცით 19 მაისს თაწმინდის ოლქში არის შუალედური არჩევნები, სადაც გიჩი იღებს მონაწილეობას და გიჩის კანდიდატი იქნება თერმან საბო. ჩვენთვის ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის ისევ მნიშვნელოვანია, რომ მოვახერხოთ და 2020 წლამდე პარლამენტში ყავდეს ჩვენი წარმომადგენელი, ან პარლამენტში ისმოდეს გიჩის ხმა და ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი, ჩვენ გადავწყვიტეთ საჯაროდ თაწმინდის ამომრჩევლებს შევთავაზოთ გარკვეული ანაზღაურება ხმის სანაცვლოდ. ანაზღაურებას მოვახდენთ გიჩის ციფრული ვალუტით, ეგრეთ წოდებული ჯედებით, იგივე ქართული დოლარით, ჯორჯიან დოლარს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს ორი დანიშნულებით. ერთი ეს არის, რომ ნებისმიერ ამ დაგროვილი ჯედებით ნებისმიერი მოქალაქე ხდება გიჩის ორგანული ნაწილი და ეძება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა გიჩში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტების მიღების პროცესში, მათ შორის მაგალითად 2020 წლის საპარლამენტო სიის ფორმირების პროცესში. ეს არის ამ ვალუტის ამ ფულის ერთი დანიშნულება, მეორე დანიშნულება არის მონაწილეობის მიღება გიჩის მიერ დაგეგმილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის პროცესში. საზოგადოების ცნობილია, ჩვენი ხედვა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ქვეყანაში არსებული ყველა ქონება, მინდვრები, მდელოები, მთები, ბარები, ტყეები, მდინარეები, ტბები, ყველაფერი არის ამ ქვეყნის მოქალაქეების საკუთრება, რომელიც ჩვენ წაგვართვეს ბოლშევიკებმა და ეს ქონება არის დასაბრუნებელი მოქალაქეებისთვის და ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ქონება დაუბრუნოთ ისევ მოქალაქეებს და არ თვითონ ეს ქონება ეკუთვნის მთავრობას და მან უნდა გაყიდოს როგორც ახლა ამას აკეთებდა, შემდეგ ეს ფული შეჭამოს. ანაზღაურება მოხდება 100 მაგად დისკონტირებული ფასით, კერძოდ და ახლა ჩამოვთვლი რაში ვიხდით ფულს. თითოეულ მიღებულ ხმაზე გიჩი გასცემს 50 დოლარის ეკვივალენტ 5000 ჯეტს, რაც მომავალში მინიმუმ ჩვენი გათვლით შეესაბამება 5000 დოლარს. ჯედების მისაღებად ნებისმიერ თაწმინდელმა უნდა წარმოადგინოს შემოხაზული 35 ნომრიანი ბიულეტენის ფოტო, 35 ნომერი არის ჩვენი ნომერი, რომელიც 2 წლის წინ მობენიჭა. გარდა ამისა, თითოეული გიჩის მისიონერი, ანუ ადამიანი, რომელიც იulis კარდაგან თაწმინდას და გიჩის სათქმას მიიტანს ოლქის მოსახლეობამდე, მიიღებს 900 დოლარის ეკვივალენტ 90000 ჯეტს, მომავალში ეს შეესაბამება 90000 დოლარს. თითოეული წარმომადგენელი საარჩევნო უბანსა და საოლქო კომისიაში, რომელიც დააკვირდება არჩევნების პროცესს 19 მაისს, მათ შორის ხმების დათვლის ჩათვლით, მიიღებს 500 დოლარის ეკვივალენტ 50000 ჯეტს, მომავალში ეს შეესაბამება 50000 დოლარს. თითოეული მხარდამჭერი, რომელიც თაწმინდაზე უკვე გადმოეწერა და იცით, რომ გადმოეწერის პროცესი მიმდინარეობს და დღესაც ძლდება და გაგრძელდება 24 აპრილამდე, ან ყველა ვინც გადმოეწერება 24 აპრილამდე მიიღებს 200 დოლარის ეკვივალენტ 20000 ჯეტს, რომელიც მომავალში მინიმუმ ჩვენი გათვლით შეესაბამება 20000 დოლარს. ჩვენ ვაცხადებთ დღეს მზაობას, რომ დაახლოებით 100 მილიონი ჯედი ჩვენი ციფრული ვალუტა გავანაწილოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ხმას მოქცევენ ან აქტიურად ჩაერთვებიან თაწმინდაზე საბოს ხარდაჭერის მობილიზებაში. ეს ნიშნავს, რომ გიჩში მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტების მიღების პროცესში, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო სიის ფორმირების პროცესში, ამ ადამიანებს ჯამში ექნებათ ისეთივე წონა გადაწყვეტების მიღებაში, რაც წონაც აქვს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს იღებენ გიჩში გადაწყვეტილებებს. ანუ ჩვენ რაც შევძინეთ, რაც შევქმნით გიჩში დაახლოებით 3 წლის განმავლობაში, იმის ნახევარს ვთმობთ არჩევნების მოსაგებად თაწმინდაზე. ამ თაწმინდის არჩევნების გამარჯვებაში გიჩში რეალურად იხდის აქციების 50% შეიძლება ესეც შევხედოთ. ამავე დროს ყველა ცნობილია ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად ამ საკითხთან, რომ საარჩევნო სისტემა საქართველოში არის ზედმეტად რეგულირებული, მათ შორის კანონმდებლობა და რეგულაციები, რომლებიც არეგულირებს ხმების ხიდის პროცესს, ჩვენ ეს არის უშინაარსო და უაზრო და ჩვენ მათ არ ვამორჩილებით. ეს სისტემა სინამდვილეში გადაქცეული არის ხელისუფლებაში ყოველ პოლიტიკური ძალის ხელში რაღაც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად და სინამდვილეში ყველამ ვიცი, რომ ყველა კიდევ ხმებს უბრალოდ ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს ამ რეგულაციებს და თუ მართლა არსებობენ ოპოზიციური ძალები, რომელიც რაღაც ებრძვიან ხელისუფლებას და აი გამოდიან და ჯამახი და დავამხოთ და არ გვეშინათ რაღაცებს ყვირიან, მათაც მოუწოდებთ, რომ როგორც ჩვენ ამას ვაკეთებთ დღეს, ნუ შეეშინდებათ ამ არსებული უაზრო რეგულაციების, გამოვიდნენ და საჯაროდ განაცხადონ, რამდენს იხდიან თითო ხმაში. და ჩვენ მგონია, რომ ჩვენი ფასი არის ყველაზე კონკურენტული დღეს ბაზარს. დიდი მადლობა, რომ ეს არის თქვენთვის და თუ ამ შეკითხვები გაქვთ, საბო უპასუხებს. რაც კი გაგუგია, რაც კი გადაუხდიათ თითო ხმაში, მასზე ბევრად მე ვთავაზობთ დღევანდელი გათვლითაც და გიჩის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის თანხა ჯედებში, რომელსაც დღეს ვიხდით, იქნება განსაზღვრულად ბევრი, ვიდრე რომელიმე პარტიას შეუთავაზებია რომელიმე ამორჩევლისთვის. იმაზე მეტიც კი, რაც ბიძინამ გადაიხადა თითო ხმაში 2000 სულ დავაჯამოთ რაც გადავუხდია თითო ხმაში მაინც. 10 ლარიდან 50 ლარამდე, როგორც ვიცით, ესე 5 კილო კარტოფილი რაც არის დაახლოებით. 5 კილო კარტოფილიც.